დავარსებოთ. აი ასე დროს არც ინტერნეტი არანაირი ის არ გვაქვს სდომა. და ასეთ შიშის ქვეშ ვარ მთელი ცხოვრება. აკა ეს თქვა მე ჩავყარე რომ აქ ალახი ხდება. აქ გატეხილია. ეს გატეხილია. აქ მე მძინავს. აი ეს საძინებელია ჩემი აქა. და აქა საწოლი რომ მაქვს, აი აქ რო გამოივლის, სულ იმის შიშირის მაქვს, რომ ეხლა გადმობრუნდება. ნახე, დამდგომარეობა. ხო და გონია რომ ეხლა მოვკვდები და იქა ვითო საბანს ვიხურავ რომ არ მეტკინოს. ანუ საბანი რას მიშველის, ხო? თუ გადმობრუნდა ვაგონი, უკან ჩემ შვილებსაც დაეცემა შით ოთახებში. და არ ვიცი, ძალიან ცუდ დღეში ვარ, სახეზეც მეტყობა რომ გამოუძინარი ვარ მთელი ცხოვრება და არასდროს არ ყოფილვარ მშვიდად. 32 წელი აქ ცხოვრობ, დაახლოებით კი არა ესეა, ხო და მარტივი არ არის აქ ცხოვრება. ბავშვებს თამაში უნდათ, აერზე გამოყვანა უნდათ, სეირნობა უნდათ, ხო? ეტლით მოსარგებლია ჩემი შვილი 31 წლის შვილი მყავს და ისე აქტიურადაა ჩართული რაღაც ცხოვრებაში. ხანდახან რომ მოდის მატარებელი იმდეხანს დგას, რომ ვერ შემომყავს სახში და დრო ჭირდება რომ დაველოდოთ. ან სასწრაფო გჭირდება, ან რაღაც მოხდა ხო ხანძარი, დრო ჭირდება, როდის გავა და ცუდი ამინდია თუ სიცხეა თუ რაღაცა გვიწევს ლოდინი გარეთ. არის დღე რომ შეიძლება საერთოდ არ გაიაროს, მაგრამ არის დღე და ღამე, რომელიც გაუჩერებელი მოძრაობს. აქ რო ჩადგება იმ ვაგონს სუნი აქვს, ეს სუნი სახში მომწამლელი ტურისტებს ვუყვით, რომ ის საქართველოში მithuedes ბათუმში ასეთ ტურისტული ქალაქში ასეთი მდგომარეობა. ბაზარში რომ მოდიან და რაღაცებს მოგიდულებენ ვუყვით, ფოტოებს ვიღებთ. მატარებელი გადაიტანონ, ჩვენ დავჭებით, კაცო, თუ არ დაგვაკმაყოფილებენ სახლებით და რაღაცა ნორმალური ცხოვრებით, ეს მატარებელი გამონახონ ადგილი, ამოდის მატარებელი. ისეთ დღეში ვარ, სულ შიში მაქვს. ხალი ბერდები და სულ შიში. იმედი გქონდა ყოველთვის, რომ დღეს ხვალ და აღარ მოვიდა ეს ხვალინდელი დღე არ მოვიდა. კი, რემონტი გავაკეთეთ, მაგრამ აზრი არ აქვს რემონტს. თვითონ მატარებელი ჩამოიარა ესე ძლიერი დარტყმა, გაიბზარა, მოიშალა, იქ კაფელია თუ მეტლახია თუ რაღაც, არ ვიცი, ველოდებით აღებას, მართლა ის არის. უნდა ვიყოთ სიაში. არანაირი ყურადღება არ გვაქვს. არჩევნების წინა დღეებში გამოივლიდან ჩვენს ჩივილს, ან ჩვენი პივილს, რაც გვაკლდა და გვინდოდა რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი ყოფა, მაგრამ არავის არ მიუტანია გულთან არასდროს. აქ გარეთ ააშენეს კედელი, რომ ეს ცუდი შეხედულების შენობები არ გამოჩენილიყო და ქალაქი არ ყოფილიყო ცუდად. მოგვაქციეს აქ თითქოს ზოოპარკში ვიყოთ. ძალიან დიდი პრობლემა ამ დასახლებაში.